რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია ტურისტების რაოდენობა ამ ქვეყნებიდან ბათუმში უკვე შესამჩნევად გაზრდილია. ყოველდღიურად ტურიზმის საინფორმაციო თითოეულ ცენტრს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად საშუალოდ 50-მდე ტურისტი მიმართავს. ტურისტთა უმეტესობა რეგიონს ინდივიდუალურად ტურისტული კომპანიების ჩარევის გარეშე სტუმრობს. ამბობენ, რომ რეგიონით ძირითადად განთქმული ქართული სამზარეულოს, ბათუმის არქიტექტურის და ზღვის გამო დაინტერესდნენ. ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებენ და ტურისტულ მარშრუტებსაც ინდივიდუალურად გეგმავენ. თქვენს ქალაქზე არჩევანი მეგობრის რჩევით შევაჩერე. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო არქიტექტურა, ზღვა, სტუმართ მოყვარეობა. ორი დღეა რაც აქ ვიმყოფები და უკვე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ინტერნეტით ვიცოდი თქვენი ქალაქის შესახებ. დამატებით გავიგე, რომ მრავალი სიახლე იყო დაგეგმილი. ყოველივე ამის გამო არჩევანი სწორედ თქვენს ქალაქზე შევაჩერე. ეს ბათუმში ჩემი პირველი ვიზიტია. ჩამოსვლამდე ქალაქის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩამოვედი ტურით, რომელიც შავი ზღვისპირეთის ქვეყნების დათვალიერებას მოიცავს და ძალიან კმაყოფილი ვარ.